აბსოლუტურად მშვიდობიანად მდგომი ადამიანი მომიპარეს ზედ რუსთაველის გამზირიდან. ეს მორბენალთა ჯგუფი მოვარდა ძალიან უხეში ფორმით. პირველი რაც ცადეს ეს იყო რომ ყელზე მოეგლიჯათ, ანუ შემოხვეული დრო შემოეგლიჯათ და ფაქტობრივად მახრჩობდნენ. როგორც გითხარით ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერშიც იყო ეს ჩემი დაკავება და ჩანს იქ რომ ხელები ავწიე, ნიშნად იმისა რომ არ ვეწინააღმდეგებოდი და ნუ ან ეს რომ ჯაჯგური რომ დამიწყეს მე თვითონ მოვიხსნითქო, როშა რომ მოვიხსენი ეგრევე გინებაზე გადმოვიდნენ, ანუ აი წამების ამბავი არის ეს ყველაფერი, გაუპატიურების მუქა რაც იყო, აი მოგთო ესე მითხრეს, ეს 5-6 კაცი იყო, მე კიდე დაემატნენ. შემდეგ უკვე იყო ეს სპეცნაზის, ანუ მძიმედ აღჭურვილი პოლიციელების კორდონი, ამ კორდონშიც რო გავიარე, იქაც აი საშილად მივტყეს, ძირითადად გვერდებში მხვდებოდა და ქვემოდან მხვდებოდა, იმიტომ რომ მივყავდი ხელში აყვანილი რამდენიმე ადამიანს. დაკავების თეთრი მიკროავტობუსი იყო, შიგნიდან მთლიანად დახურული იყო, ანუ შუშა არ ქონდა, ეს რო წარმოიდგინოთ, მთლიანად რკინის იყო, ესე ვთქვათ, მათ შორის არ ჩანდა მძღოლის მხარე. ფეხზე მე იქ არ ვდგარ ვარ, პირდაპირ ხელში აყვანილი, როგორც მივყავდი, აი ესევე შემაგდეს. მახსოვს, რომ ერთმა ბრძანება მისცა მეორეს, რომ ტელეფონი წაართვიო და მანდ ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ ტელეფონის წართმევასთან ერთად მანამდე ზურგჩანთაც წამართვეს და სხვა ჯიბიდან ამომიღეს საფულე და გამძარცვეს რა. და აი ამ გაძარცვის მერე უკვე დამიწყეს უმოწყალოდ ცემა. მირტყავდა 3 ან მეტი არა ადამიანი, მირტყავდნენ აი როგორც ფეხბურთის ბურთს დაარტყავენ და მე მირტყავდნენ უკვე ჩაწიხვლით, ესე ვთქვათ, აი ღვინის გაწურვა რო წარმოიდგინოთ, მე ვეგდე ემბრიონის პოზაში, თავზე მქონდა ხელები დაფარებული, რომ მაქსიმალურად თავი დამეცვა დაზიანებისგან და მაგ დროს მომტყდა ნეკნი. ორი ნეკნი მქონდა გატეხილი. ჩემი თავი რაც მახსოვს, აი მთლიანად ხვტოდი რა, სუნთქვა შემეკვრა და ვეღარ, ანუ ძირს დაგდებული ხვტოდი, ესე ვთქვათ და ნეკნის მოტეხილობას ცოდნია, ესე ეგეთი ტკივილი, რომ ადექი დაჯექი რომ მეუბნებოდნენ, ფიზიკურად ვერ ვდგებოდი, მირწყავდნენ, მაგრამ ვერ ვდგებოდი. გვერდზე იყო მიკროავტობუსის ჩამოყალიბაზე ეს გრძელი სკამები და ნუ აი ერთი რაც შეუძელი მაგ დროს რო ადექიო და რომ მირწყავდნენ და ვერ ვდგებოდი, თავი შევყავი ამ სკამის ქვეშ და თავი მქონდა დაცული რა და ხელების აფარებას ვცდილობდი უკვე იქ სადაც ფეხის დარტყმას ვცდილობდნენ. ორი იყო დაკავებული ჩემამდე და ანუ უკვე 3 ვიყავი და შემდეგ ამოიყვანეს კიდე ერთი ბიჭი და ფაქტობრივად ზუსტად ისეთ სემეს როგორც მიტყეს მე. მერე უკვე ის ბიჭიც რო გავახეს, ის ბიჭი დასვეს უკვე სკამზე, აი როგორც ჩემ დასმას ცდილობდნენ და უკვე დამჯდარს უტყავდნენ სახეში. მერე უკვე წავიდნენ, იყო სრული სიბნელე. უკვე მოვიდა სასწრაფო. აი ტომარასოვით გამათრიეს, საკაცზე დამაგდეს, მანამდეც მომოძახეს, რომ კიდე მადლობა თქვი, რომ ნეკნი გაგიტყდა შედედა თორე მოგკლავდითო და მერეც მომოძახეს, რომ დემოკრატია რო არ იყოსო, შენ აქედან ცოცხალი ვერ წახვიდოდიო და ნუ მერე უკვე აღმოჩნდი, ესე ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებაში.
არანაირი სახის აი საპოლიციო თქვათ მოქმედება ან რაღაცა შემდგომ უკვე დამაზუსტებელი კითხვა, აი არაფერი ეგეთი არ ყოფილა, ოქმია, ის შეგდგენილი ოქმიც კი არ ყოფილა, აი იმ ჩემი დაკავებიდან მოყოლებული, გაგრძელებული ამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ჩართვით. ერთი რაც გააკეთეს, ალბათ ეს რომ დემოკრატია რო არის და რო არ მომკლეს, აი ეს გააკეთა სახელმწიფო რა, მეტი არაფერი ყოფილა სახელმწიფოს. ინცემას მაგალითად დაემატა ის, რომ შემდეგ მაგ საქმეზე სასამართლო ჩავმიტარდა და იქეთ დამაჯარიმეს ფულადი თანხით. ძალადობის ისეთი კოშმარი გამოვიარეთ, ეს ხო მარტო მე ხო არ მომივიდა და თქვათ მარტო იმ ხალხს ვინც მიკროავტობუსში იყო, ასობით იყო ეს ადამიანი და აი დღემდე სულ ხედავთ რომ ჩქმალავენ რა ამ ყველაფერს რა და აი თითქოს არც უარსებობთ, არც მომხდარა ეგ ყველაფერი და ვითომ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ეგრე არ მოექცევა რა, ნუ რას გაგვიკეთებენ, ხო ვერ გაგვაქრობენ, ხო? ანუ ვართ და ყოველთვის ვიტყვით ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდებით რომ სამართლიანობა აღდგეს.